გზა ჯვარედინი. მერტ. გმადლობ. აინორი ისევ ხაზზე ხარ? კარგი, მერე დაგირეკავ. მამა, დეიდას ანგარიშზე ჩავრიცხე ფული. პაროლს გეტყვი და ინტერნეტით ნახე, კარგი? კარგი, უნდა წავიდე. კოცნი, მერე დაგირეკავ. ბოლო დროს დენიზი უცნაურად იქცევა. თანაც მამამისის გამო რა დღეში აღმოვჩინდით და მას სულ არ აღელვებს. სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო მირას. მოიცადე, საღამოს ისედაც მოვა. ფარუქს დაურეკავ შენთან. ბიზია დაურეკე, გაიგე სად არიან. კარგინდა, ხოლ ფირმაში უნდა შევხვდე. კარგი. რომელზე უნდა შევხვდე? შუა დღეს. ბოდიშს გიხდით, ბალანსი არაფრით არ მოიძურა. რამე სიახლეა? ვისგან? არა, სამწუხაროდ არა. სუდეს უნდა დაველაპარაკო. ოღონდ აქ ნუ მოიყვან. იქ დაელაპარაკე. კარგი. დღევანდელისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრა არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული. რამდენი ჟურნალისტს მარტო გავუმკლოდი. კარგი ნამუშევარი ნაყოფიერი მომავლის გარანტიაა. ბრავო. არ მიდიხარ? ჯერ რეპორტაჟი უნდა გადავუგზავნო იმ გაზეთებს, რომლებმაც დასწრება ვერ შეძლეს. მერე კი მეც წავალ. წარმატებებს გისურვებ. გაემშვიდობისა. ბატონო ასიმ. არაფერი ვიცი იმ სახლის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობ. იქნებ თქვენი წოდეთ რამე. რა გაინტერესებს? ნადირის მთელ ქონებას ყადაღა დაადეს. მართალია მის ქრივად ვითვლები, მაგრამ ყველა მიცის, რომ ეს იძულებითი ქორწინება იყო. სიმართლე გითხრათ, მეშინია რომ იქიდან გამომასახლებენ. ჩემს ადვოკატებს ვეტყვი და სახლის შესახებ ყველაფერს გაარკვევენ. დიდი მადლობა. უბრალოდ მართლა ძალიან მეშინია რომ იმ სახლს დამაცლევინებენ. თუ გამოგასახლებენ, სხვაგან გადახვალ, ქუჩაში ხომ არ დარჩები. ჯერ გავარკვიო და მერე ვნახოთ. გმადლობთ. გაემშვიდობისა. ესეც ასე. შვენიერია. ალო, დეიდა ნევენ, როგორ ხართ? კენანი როგორ არის? მითხარით. მასთან ხართ? კარგი, საქმეები მქონდა, მაგრამ ახლა გავთავისუფლდი. რამე ხომ არ გინდათ? კარგი. მალე მოვა. კარგი. ასე. კარგი მზარეულები ხართ. გემრიელად მიირთვე. საჭმლის უნად ვყარვარ. სამზარეულოში გამწვევიც კი არ გვაქვს. აბაზანაში თუ არაფერი გინდათ, შხაპის მისაღებად შევალ. რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ შენითებში გაიტანე. ბერენის უკმაყოფილება აღარ დამთავრდა. ისი აქ რომ არ იყოთ, უფრო მშვიდად ვიქნებოდი.
წუხვარ. ჩემს გამოიძულებული ხართ ასეთ პირობებში იცხოვროთ. ეს უკვე მეტისმეტია. მაინც არ დაგტოვებთ, მამა. დააცადე ბოლომდე ათქმევინე სათქმელი. ამ პირობების გამო ნამდვილად ვერ დაგტოვებ მარტო. და ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ. ძალიან გთხოვ. მეგონა იმ აკვარიუმის გარეთ უკეთ იხსნობდი თავს, მაგრამ უკვე ეჭვმეპარება ამ ყველაფერში. ვიგრძნობ, ნუ ღელავ. მამა, ძალიან ცოტა წყალი მოდის. მოვდივარ. შენ ჩემი იმედი ხარ. ჩემი მარადიულობა. სარეცხი მანქანა თუ ჩართულია წყლის ნაკადი მცირდება. ხელოსანი უნდა გამოვიძახოთ. მოიცადე, დავიდე ანებე, თვითონ ავალაგებ. ცოტა ხანს დაისვენე. მირა, ვიცი რომ დღეს არავისთან ლაპარაკი არ გინდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ასე ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან მაინც უპასუხებ ჩემს ზარს. უნდა მოგიყვე რაც მოხდა. იემანი სახლიდან წავიდა. გემუდარები დამირეკე. ვერ ხვდები ალტინკოიდან გადასვლით რა შეიძლება. სკოლაში ისედაც ხომ მოუწევს ჩვენი ნახვა. სკოლა ნეიტრალური ზონაა. გონი ძალიან აზვიადებთ. ალტინკოიში ერთ ჯოს მეორე შეცვლის. მეც ასე მგონია. ორ დღეში აღარავის ემახსოვრება. საქმე თუ ხელახლა აღიძრა, ყველაფერი გართულდება. ეს შესაძლებელია? თუ ასე მოხდა, ყველას ხელმეორედ მოუწევს ჩვენების მიცემა. ამ ამბავში ბევრი რამეა საეჭვო. ვინც რა ვიცოდით ყველაფერი ვთქვით. არ მგონია ისევ დაგკითხონ. არ ვიცი. მირა რეგავს. უპასუხე. ჩუმად. ალო? იემანი საწავიდა ილიულ. თვითონ სათხარ. იცი რამდენი ვინერვიულე. ბერენსეც დავურეკე და არ მიპასუხა. მამა შენთანაც დავრეკე და არც იმან აიღო ყურმილი. შეტყობინება მაინც გამოგეგზავნა. კარგად ვართ. ყველაფერი რიგზე გვაქვს. ნუ ღელავ. იემანს რა დაემართა? იცი საწავიდა. არ ვიცი. არ ძარებს პასუხობს. მერტი ყოველ წუთს ურეკავს. ძალიან ნერვიულობს. ყველანი განვიცდით. ჩემი ბრალია. ყველაფერი ერთმანეთს მიეძღო. რა მოხდა ელიულ? რაღაც მოხდა და არ მეუბნები. მირა რეგავს, იემანის ამბავს კითხულობს. ელიულმა მირას უთხრა რომ სახლიდან წახვედი. დაბრუნების შესახებ კი დაუმალა. ეს იმიტომ რომ ინერვიულოს შეეშინდება და მაშინვე გამოიქცევა. თუ დაგირეკავს არ უპასუხო. მირა? არ უპასუხო. არ უპასუხო. გისმენ. იემან. ვიცი, ჩემზე გაბრაზებული ხარ. არიცი. შენ არიცი რა ძნელია. თვალს რომ გაახელ და საყვარელ ადამიანს ვეღარ დაინახავ მირა. ვერც კი მიხვდები რა საშინელებაა. გამოსამშვიდობებელ წერილს რომ დაგიტოვებს. ასე იყო საჭირო. შეიძლება და ყველაფერი უკეთ ყოფილიყო. ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. მაგრამ თვითონ ისურვი ასე მომხდარიყო. შეგეშინდა და უკან დაიხიე. დანებდი. არა. მეც კი გამწირე. უკან ჩამომიტოვე. ერთი წერილი შემოიფარგლე. სასტუმროს ნომერში დამტოვე და დამივიწყე. ოჩახ. კარგი სცენა მომიწყე. გეუბნებოდი ჩემი იმედი ხარ მეთქი და შენ საერთოდ გადამიწურე იმედი. იემან გთხოვ, სახლში დაბრუნდი. სინდისის დასამშვიდებლად ამერიკე რა?
არა, არ მინდა რომ ჩემ გამო მთელი ცხოვრება დაგენგრეს. ჩემი ცხოვრება შენ ხარ, მირა. მაგრამ ნუ გეშინია. შენზე დევნას და ხვეწნას არ ვაპირებ. შენი არჩევანი გააკეთე. ჩემთვის აზრიც არ გიკითხავს. იმაზეც კი არ იფიქრე, რა დღეში აღმოჩნდებოდი. არაფრად ჩამაგდე. და კი ასე ისურვე და ასე იყოს. მიაქვარ. სადაც დამტოვე, იქ დაგელოდები. თუნდაც ეს საუკუნე გაგრძელდეს. გაიქეცი რამდენის გენებოს, მაგრამ ჩემს მოსაკვეთად ძალა არ გეყოფა, მირა. ოჯახ, მაგარი იყავი. რა ხდება? იამანის სიტყვის ოსტატია. მირასთან და იამანთან შეხვედრა ძალიან გამიჭირდება. მესმის. თუმცა ყველა საკეთილდღეოდ ამერთხელაც მოგიწევს სპექტაკლის დადგმა. დარწმუნებული არ ვარ რომ მოვა. მირამ მტკიცედ გადაწყვიტა აქედან წასვლა. როგორმე დავითანხმებთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. სუდე თანახმა. ახლა მირა ჯერია. ღმერთო რა კარგია. ყველაფერი მოგვარდება. იამანმა ისე შეარწყვინა, რომ დარწმუნებული ვარ ხვალვე ჩაალაგებ შემოდგომს და გამოიქცევა. არა მგონია. ასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე, გამოსამშვიდობებელ წერილს არ დატოვებდა. ქაბატონო სუდე დაცვის საგუშაგოდან დარეკეს, პოლიცია მოვიდა. რა? სელიმ. პოლიცია მოვიდა. ნედა ვისევ მამაჩემის გამოა? ასე უცებ რატომ? ნუ თუ ამაღამე დაკითხავენ. დაწნარდი მერტ, ყველაფერს გავარგვევთ. იამან კოპერს ვეძებთ. მე მისი ადვოკატი ვარ, გისმენთ? პროკურატურაში უნდა გამოვკვეთ. გაუმძიებელთან. ასე დროს? პროკურორის ბრძანებაა. მესმის, მაგრამ იამანი უკვე იყო სასამართლოზე და განაჩენის გამოუტანეს. კენან კოპერის შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი მოწმე გამოჩნდა და საქმე ხელმეორედ აღიძრა. ახალი მოწმე? სელინ, ტელეფონი მომიტანე. ცნობისთვის, ჩემი ქალიშვილი აქ აღარ ცხოვრობს. საცხოვრობს, მისამართი გითხარით და ჯგუფს იგაუშვებთ. რა ხდება? რას უყურებ? პოლიცია მოვიდა. რას ამბობ?
ჩვენთან? ღმერთო დაგვიფარე. არ ვიცი. აშკარად ვიღაცა მიჩივლა რომ მკითხავთ. თუ ასე გეშინია, ნუ არ მკითხავ დეიდა. არ გააღო. აბა დავიმალოთ? ეს გვეკადრება? უნდა გავაღო. მირა მოიცადე. ჩვენთან კი არა, ახალ მეზობლებთან არიან. ბერენს ნუ დატოვებ მარტო. ვერ შენ გაგიშვებ მარტო. რომ გაიღვიძება შეეშინდება. ქალბატონო სურეია, თუ არ შეწუხდებით ჩვენს მოსვლამდე? რა თქმა უნდა, ნუ ღელავთ. დიდი მადლობა. გასაღები არ წამომიღია, კარი რატომ დახურე? წამოვიღე, ნუ ღელა, შევიდეთ. მიდი. შენსად მიდიხარ. მარტო ვერ დაგტოვებ. შედი. ალი, მოდი აქ, სად იყურები? უხერხულია. კარგი აქ ვარ. აქ ნუ გაჩერდები, ზემოთ ადი. რატომ? დავრჩები. ჩემთვის ვიჯდები. წამოდი. მოდი, დავსხდეთ. დაჯექი? ბიძია ნეტავ რომელ მოწმეს გულისხმობენ. მოწმე ხომ არავინ ყოფილა. იქნებ ჰასანმა თქვა რამე. არ ვიცი, ახლავე გავიგებთ. თუ მათი ნათქვამი არცეც არ შევარჩენ. მოიცადე. გისმენ მერტ, არა ახალი არაფერია ველოდებით. ნეტავ ყოფილიყო. უკვე დავიტანჯე. შვილო ხომ გითხარი თუ რამეს გავარკვევთ გეტყვი. კარგი. მოწმის ვინაობა გაირკვა? არა. რატომ ბრაზობ? გასაბრაზებელი რა არის? მე ნერვიულობ. უკვე დავიტანჯე. შენთვის ინერვიული. ყოველწუთს ნუ მირეკავ. ბატონო სელიმ. იამას დაუძახეს? მიდი შვილო, მიდი. მე დაგირეკავ. შენ თქმის არ იყო შუაღამისას პოლიციაში გამოძახება სისულელია. ამას დენიზის მამის გამოაკეთებს. ამჯერად მართლა ჩასვამენ. მამასაც და იამასაც დაიჭერენ. არც ეს არ გამოუშვებენ. ღმერთო შეგვიწყალე. მე ძალიან გთხოვ, ნუ დაიწყებ. მურჩი გაზვიადებას. ჩვენებას მისცემენ და მოვლენ. საინტერესოა ახალი მოწმე ვინ არის? ვინც არ უნდა იყოს კათილის მსურველი არ იქნება. სხვაგვარად ასე უეცრად არ გამოჩნდებოდა. ჰალე სად არის? დედამისმა დაურეკა და წავიდა. არა, ჰალე არ იქნება. ეს ასე მგონია, თავს ნამდვილად არ გაწირავს. ტყუილად დაობთ, ჰალე არ არის. ფაროგმა მითხრა არ მოხვიდეო, მაგრამ იქნებ წავსულიყავი. აჯობებს დაველოდოთ. კარგი. ჩემს მითითებებს დაელოდე. შენ გეძებდი. კარგი, მე დაგირეკავ. ტელევიზიიდან მირეკავდნენ. ახალ პროგრამას ვიწყებთ, ყოველ წუთს მირეკავე. ლოდინი უარესად მაგიშებს. რაც მოსახდენია მოხდეს. ეს გაუგებრობა უარესად მოქმედებს ნერვებზე.
შენს გამოგიძახეს. ჩემ გამო. ახალი მოწმე გამოჩნდა. გაუმძიებელიც აქ არის. იამან. ვიცი, ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ გთხოვ, თვალს ნუ მარიდებ. გაბრაზებული კი არა, იმედგაცრუებული ვარ. ნუ ხარ. მე ხომ არ დამვიწყები ხარ. მომავლის იმედი არ დამიკარგავს. უბრალოდ რაც ყოველთვის აჯობებდა, ის გავაკეთე. ყველაფერს აგიხსნი. იამან, გთხოვ. წერილში ყველაფერი გარკვევით ეწერა. სასვენი ნიშნებისთვისაც კი არ დაგჭა ადგილი. ვიცი. ეს პირადად უნდა მეთქვა. მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა რომ ერთი დღე მაინც გამეტარებინა ამ ყველაფრისგან მოშორებით, იამან. აი ასე იყო. შეხედე, რა კარგი დღე იყო. შენგან შორს რომ ვარ, მოგონებები მითბობს სულს. მათი წყალობით მგონია, რომ ისევ გვერდით მყავხარ. ამ მოგონებებს ვერავინ წაგვართმევს. ყოველთვის ჩვენი მეგზური იქნება. ყოველთვის ასე იქნება. ვერავინ წაგვართმევს. ვერავინ. გესმის? შენთან გატარებულ უმნიშვნელო წამსაც კი არაფერში გავცვლი. კარგი იქნება ეს თუ ცუდი. მნიშვნელობა არ აქვს. რაც უნდა შორს ვიყო შენგან. მაინც იგიჟემდე მეყვარები. ხომ იცი? მაშინ უწახვალ დაბრუნდი. ვერ შევძლებ. გაარკვიეთ ახალი მოწმის ვინაობა. მირა სატილაი შეყვება. კარგი, გმადლობ. არ მომწონს ასე უესრად რომ გამოგვიძახეს. დედა? აქ რა გინდა დედა? რა მოხდა? ვისთვის მოხვედი? ვფიქრობ, ახალი მოწმე დედა შენი უნდა იყოს იამან. ხომ ასეა? ქალბატონო ნევინ. არა. მითხარი რომ არაფერი მოგიყოლია. თქვი რომ არაფერი გითხოვს. მითხრეს თუ სიმართლეს არ ეტყვი შენი შვილები დაიჯებიანო. ნუ მეც ის მოვყევი რაც მოსმენილი მქონდა. იამან კოპერ, თქვენი მოთახში შევბრძანდით. მირა ბეილიჯე, თქვენ კი აქეთ. დედა, ასეთიდან როგორ ჩაიდინე? წამოდი იამან, ველოდინებთ. ბავშვებო, ყველაფერი მოყევით, ყველაფერი. ახლა ყველამ ვიცით წინამდვილეში რა როგორ იყო. ბავშვებო, ნევინმა მხოლოდ ის თქვა რაც უამბეს. არ დაგავიწყდეთ რომ თვითონ არაფერ შესწრებია. გაითვალისწინეთ. სად მიდიხარ?
ზემოთავალ, ტუალეტში. აქ შედი. შვილო, უხერხულია. ჯერ ახლა გადმოვიდნენ. ტუალეტში შესვლა უხერხული რატომ უნდა იყოს? შედი. ჩუმად გოგონას გააღვიძებ. მიდი. ამ გოლის გაშვება იქნებოდა? აქ რას ეკეთებ? მამა! ჩუმად, დაგაყვირებს. ნუყვირი. აქ რას ეკეთებ? აქედან გადი. მამა, სელში ქურდები შემოვიდნენ. მამა! ქურდების რა დაგვაწყო, შვილო, არ გწყვენია? ახლა ვეგადით აქედან, თორემ გეფიცებით პოლიციას გამოვიძახებ. რა პოლიცია, გაჩნდი? ხელი არ მახლა. ეს უკვე მეტის მეტია. შენები სადღაც წავიდნენ. მოიცადე ახლა ვედაურეკავ და ყველაფერს თვითონ აგიხსნიან. საწავიდნენ. გისმენთ. ბატონო ფარუგ, ბერენს თქვენთან დალაპარაკება უნდა და ამიტომ დაგირეკეთ. მამა, ბერენ. ძალიან შემეშინდა. მაპატია, უცებ მოგვიხდა წასვლა. ქალბატონ სურეიას თხოვე შენთან დარჩენილიყო. სად ხართ? შენი და გამომძიებელთან დაიბარეს, ჩვენება უნდა ჩამოართვენ. დააგავეს? კიდევ აქეთ მომინდომა პოლიციის გამოძახება. პოლიცია ამათთან იყო მოსული. რა თქვენს, როდის მოხვალთ? სახლის კარი ღია დამრჩა, შვილო. წადი დაგედე. მიდი. შეიძლება რომ მეც მოვიდე. ჩემი და რომ არ გამოუშვან? დამშვიდი, ძვირფასო. ნუ გეშინია. ყველაფერს მოაგვარებენ და მალე მოვლენ. მითხრა, როდის მოვალთ არ ვიცია. ასე იმიტომ გითხრა, რომ არ ელოდო. თუმცა მაინც დაველოდები. კარგი, დაელოდე. შენი ნება. შეგიძლიათ წაბრძანდეთ, მარტო ვიქნები. გმადლობთ. ან თუ გინდათ დარჩით, თუ საქმეები არ გაქვთ. არა ძვირფასო, ამ შუაღამისას რა საქმე უნდა მქონდეს. თუ ნებას დამრთავ, ტუალეტში შევალ, თორემ შეიძლება ზემოთ ვერ სავასრო. დიახ, რა თქმა უნდა. ეს რა სისულელეა? როგორც გითხარით, სასამართლოზე ყველაფერი თქვი. სათქმელი მეტი არაფერი მაქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველაფერი თქვა. ახლაც იგივეს იმეორებს. იმის გამო, რომ ქალბატონი ნევინი იქ არ ყოფილა, მისი ჩვენება მხოლოდ გაგონილთან არის დაკავშირებული. სელიმმა თქვა, რომ სასამართლო ამას არ გაითვალისწინებსა. უნდა მიმხვდარიყავი ამ დილას სახლში რომ მომივარდა. ჯანდაბა. ახლა მთავარი ბავშვების ჩვენებაა. გამომძიებელი ამ საქმეს არ მოეშვება. ყავა გინდათ? არა. ყავა? მინდა. ბერენს ელაპარაკე? თუმცა ჯერ წამალს დავლებ, თორემ თავი მდგივა. კარგი, ყველაფერი შემატყობინე. სულ იმ გამომძიებლის ბრალია. შურიძიებამ დააბრმავა. იმ კაც სამართალი არ აინტერესებს. მამა შენის გაქცევამ გაამწვავა სიტუაცია. დახურული საქმე ხელმეორედ აღძრა. ახლა რომც დაიჭირონ, მაინც არ მოგვეშვებია. წავალ წამალს დავლებ. კარგი. კარგი ზიაფარუკ, რომ გამოვადამირეკოს. კარგი. ნერვიულობისგან ალბათ გავგიჟდები. მოწმე იამანის დედა აღმოჩნდა. ვინ იცის, ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება? რა? ეს მან ჩაიდინა? გაიგე დეიდა. ხო, ძალიან საწყენია. ვერაფრით ვიჯერებ. ყველა გზა მოუჭრა. ალბათ ბრას ვერ მოერია.
ეს ხო მისი შვილის საცოლია. ასე როგორ გაიმეტა? ძალიან ცუდად მოიქცა, ძალიან. თავისი დამოკიდებულება გამოხატა. სედებს თუ ეძებ იმ ოთახშია. კარგი, გმადლობ. რა მოხდა? სედებ. რის გაკეთებას ცდილობ? მომეცი აქ ტელეფონი. მამა შენმა ყველაფერი აღიარა. არა. მამა. ბოდიში, მაგრამ უნდა გადამემოწმებინა. თურმე არ შემწდარ ვარ. შენ დაიხმარე მამა შენს გაქცევაში. ამდენ ხანს იცოდი, სადაც იყო? რატომ არ პასუხობს? დენის, სად არის მამა შენი? სელიმისთვის ყველაფრის თქმა მოგიძევს. რატომ არ პასუხობს? ალბათ დაიჭირეს. ნამდვილად დაიჭირეს. მამა. ალო, სელიმ. დენის მეიცის მამამისი სად არის? მან გააპარა. ორი ტელეფონი რომ მქონდა, ამიტომაც დავეჭვდი. მოვატყუე და ანკესე წამოეგო. მერე პანიკა მოიცვა. მიზარს რომ არ უპასუხა. ახლა მასთან წავიდე. კარგი. უკან დავედევნები. შემატყობინე საიცავა. გასაღები მომეცი. გმადლობ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.